მარკო პოლო იყო იტალიელი ვაჭარი, მოგზაური, მწერალი. დაიბადა ვენეციის რესპუბლიკაში 1254 წელს. მისი მოგზაურობა აღწერილია წიგნში „მსოფლიოს საოცრებელი“, რომელიც ასევე ცნობილია როგორც მარკო პოლოს მოგზაურობები. მან აღუწერა ევროპელებს ჩინეთის სიდიდე და სიმდიდრე. მისი დედაქალაქი პეკინი და აზიის სხვა ქვეყნები. ეს ვაჭარი ციხეში რომ არ მოხვედრილიყო და იქ მწერალს რომ არ შეხვედრილიყო, მსოფლიოს შესაძლოა არც კი სცოდნოდა აღმოსავლეთ აზიაში მისი 24 წლიანი მოგზაურობის შესახებ. წიგნი მარკო პოლოს მოგზაურობები, რომელშიც ჭეშმარიტება შერეულია მოგონილში, ფაქტიურად დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების საწყისად იქცა. მარკო პოლო დაიბადა 1254 წელს მდიდარი ვენეციელი ვაჭრის ოჯახში, რომელიც მუდამ აღმოსავლეთში სავაჭრო ექსპედიციებში იმყოფებოდა. არ არის ცნობილი დადიოდა თუ არა მარკოს სკოლაში, მაგრამ შემორჩენილია ინფორმაცია, რომ მარკოს ძალიან უყვარდა პორტში ყოფნა. ის ხვდებოდა სავაჭრო ხომალდებს და ოცნებობდა შორეულ ქვეყნებში მოგზაურობაზე. მისი ოცნებები ახდება, როდესაც მას შეუსრულდა 18. მამამისმა ნიკოლომ და ბიძამ მათეომ ახალგაზრდა მორიგ სავაჭრო წამოწყებაში მიიღეს. ისინი აბრეშუმის გზაზე მოგზაურობიდან ცოტა ხნის წინ დაბრუნებულები იყვნენ. მონღოლეთის იმპერიის ახალ დედაქალაქ პეკინში მათ დიდი პატივით იღებდა ყუბილაი ყაენი, ჩინგის ყაენის შვილიშვილი. ის ფართოდ მოაზროვნე ადამიანი იყო და ისურვა, რომ რომის პაპს მისთვის ქრისტიანის სწავლულები გაეგზავნა. და აი, ახლა პოლოს ვაჭრებს ყაენთან ორი ბერი მიჰყავდათ და პაპის საჩუქრები მიჰქონდათ. მონღოლეთის უზარმაზარ ტერიტორიაზე მოგზაურების უსაფრთხოების საკვებით და სახურველით უზრუნველმყოფელ სიგელად მათ ემსახურებოდათ ყუბილაის პირადი ბეჭდით დადასტურებული ოქროს ფირფიტა. ქარავნების გრძელი გზებით ვაჭრებმა გაიარეს ცენტრალური აზია. იყვნენ მონღოლეთში, ჩინეთში, ტიბეტსა და პამირში. გზაში ყოფნის 3 წლის მანძილზე ცნობის მოყვარე მარკომ 4 ენა შეისწავლა. ბერებმა ვერ გაუძლეს მოგზაურობის სირთულეს და შუა გზიდან უკან მიბრუნდნენ. ვაჭრებმა კი 1275 წელს პეკინს მიაღწიეს. ყუბილაი, რომელიც ქრისტიანებს პატივისცემით ეპყრობოდა, ახალგაზრდა ვენეციელი პირად ელჩად დანიშნა. 5 ფაქტი ყუბილაის შესახებ. პირველი, ყუბილაი იყო ტოლუის მეოთხე ვაჟი. მეორე ვაჟი სორგაქთანი ბეკისგან და ჩინგის ყაენის შვილიშვილი. ფაქტი მეორე, 1271 წელს მან დააარსა იუანის დინასტია ჩინეთში, როგორც დამპყრობელი დინასტია. იგი მართავდა ჩინეთს, როგორც პირველი იუანის იმპერატორი, გარდაცვალებამდე 1294 წლამდე. ფაქტი მესამე, ყუბილაის ფაქტიური ძალაუფლება ჩინეთსა და მონღოლეთზე ვრცელდებოდა.
თუმცა როგორც ხაგანი, მას ილხანატზეც ჰქონდა გავლენა. გაცილებით მცირე გავლენა მას ჰქონდა ოქროს ურდოზეც. ფაქტი მეოთხე. უბილაისა და მის წინამორბედთა დაპყრობებმა განაპირობა გაერთიანებული ძლიერი ჩინეთის აღორძინება. ფაქტი მეხუთე. უბილაი კარგად ერკვეოდა ჩინურ პოეზიაში, თუმცა მისი ნამუშევრების უმეტესობამ ჩვენამდე ვერ მოაღწია. მარკო პოლო 17 წელი იმყოფებოდა ყაენის სამსახურში. მმართველის დავალებების შესრულებისას მან უზარმაზარი იმპერიის სხვადასხვა მხარეებში იმოგზაურა. მონღოლეთით დაწყებული, ინდოეთით და სუმატრით დამთავრებული. მოგზაურმა სახლში დაბრუნება მხოლოდ ყაენის გარდაცვალების შემდეგ შესძლო. ამჯერად გზის ნაწილი მან ზღვით გადალახა. მარკო მაშინ 38 წლის იყო. მისი მამა და ბიძა დაახლოებით 70 წლისანი იყვნენ. პოლოს ვაჭრები 24 წლის შემდეგ დაბრუნდნენ ვენეციაში, სადაც ისინი დიდი ხნის მკვდრებად მიაჩნდნენ. გავიდა 2 წელი. ორი სავაჭრო მეტოქის, გენუისა და ვენეციის მომდევნო შეტაკებისას ხომალდი, რომელზეც მარკო იმყოფებოდა, გენუელებმა შეიპყრეს და მარკო გენუის ციხეში აღმოჩნდა. ის იქ სიამოვნებით უყვებოდა საერთო ბედის ქვეშ მყოფ აღმოსავლეთის საოცრებების შესახებ, რომლებიც მან 24 წლიანი მოგზაურობისას იხილა. მარკო პოლოსგან ევროპელებმა პირველად შეიტყვეს შადრევნის შესახებ, რომელიც ზეთს ასხამდა. საწვავი შავი ქვების შესახებ, რომლებითაც სახლებს ათბობდნენ. ეს იყო ნავთობი და ნახშირი, რომლებიც ევროპისათვის უცნობი იყო. განცვიფრებული იტალიელები ინტერესით უსმენდნენ ეგზოტიკური ცხოველის შესახებ. 4-ფეხიანი დიდი გველი. მარკო ასე აღუწერდა მსმენელებს ნიანგს. მარკო ყვებოდა უცნაურ აღმოსავლურ ჩვევებზე. მსმენელებს აოცებდა ჩინეთის საფოსტო ქსელის შესახებ ისტორიები, გზები მრავალი მაჩვენებლებით და ქაღალდის ფული. მოგზაური ენთუზიაზმით ყვებოდა ფაიფურის, კატის საჭმლის და რაც მთავარია, მარკო ლაპარაკობდა სანელებლებზე, რომელთაც ევროპაში ოქროს ფასი ჰქონდა. რვა ციხეში მარკო პოლო მეგობრებს თავისი ისტორიებით ართობდა. ერთ-ერთი თანამესაკნე ყიზელი, გვარად რუსტიჩელი, იწერდა ამ ისტორიებს და შექმნა წიგნი სახელად მსოფლიო საოცრებები. ეს ხელნაწერი გახდა ცნობილი როგორც მარკო პოლოს წიგნი. მან იქონია კოლოსალური წარმატება მკითხველებს შორის, თუმცა კი ბევრი რამ წარმოუდგენელი კი ჩანს ამ წიგნში. მის თანამედროვეებს უძნელდებოდა ჭეშმარიტება განესხვავებინათ მარკოს ფანტაზიისაგან. აზიის მისი რეალური აღწერები ლეგენდებისაგან, რომლებიც უხვად იყო ამ წიგნში. ამიტომ ძაღლის თავიანი ხალხის არსებობა არავის შეეჭვს არ იწვევდა. უბილაის სიმდიდრეების აღწერა კი ზღაპრად აღიქმებოდა. სკეპტიკოსები თვლიდნენ, რომ მარკოს საერთოდ არ უმოგზაურია ჩინეთში და მისი მონაყოლი დამასკის ბარებში იყო მოსმენილი. მისი ჩანაწერების გამოქვეყნების შემდეგ მარკომ ვენეციაში 25 წელი იცხოვრა. ის დაქორწინდა, გააგრძელა ვაჭრობა და იტალია მეტი აღარასდროს დაუტოვებია. მან მიაღწია 70 წლის ასაკს და სიცოცხლის ბოლოს ურჩი და ძუნწი გახდა. ხშირად ჩხუბობდა ნათესავებთან და ახლობლებს სასამართლოშიც კი ურჩიოდა. მე-13 საუკუნის მარკო პოლოს წიგნი დიდი ხანი იყო აღმოსავლეთის ერთადერთი ენციკლოპედია. 200 წლის განმავლობაში ის ემსახურებოდა კარტოგრაფებს, თუმცა კი მარკო მანძილების გაზომვაში ხანდახან ცდებოდა კიდეც. მიუხედავად ამისა, ცნობილი იტალიელი მოგზაურის და დაკვირვებული მთხრობელის მარკო პოლოს წიგნი განეკუთვნება ისეთ იშვიათ შუა საუკუნეების ნამუშევრებს,
რომლებიც დღემდე ინტერესით იკითხება.